გამარჯობათ, ჩემო გამოწერებო და არხისტუმრებო. ეს გახლავთ ვიდეო თქვენთვის, რას მოგიტანთ მზის დაბნელება ვერძის ზოდიაქოში. მოგეხსენებათ დაბნელებების დერეფანში ვიმყოფებით და ეს დერეფანი დასრულდება მზის დაბნელებით. მაშასე ვნახოთ, რას მოგიტანთ 29 მარტის მზის დაბნელება. ეს არის, რა თქმა უნდა, ზოგადი ტენდენციები. ყველასთან არის ინდივიდუალური, ასე ვთქვათ, მოვლენები, თუმცა რაც არის თქვენთვის საჭირო, თქვენ აუცილებლად ამას გაიგებთ და ამოიცნობთ თქვენს სიტუაციას. შეგახსენებთ, რომ ასე ვთქვათ, ფასდაკლება პირადპარო კონსულტაციაზე გრძელდება 31 მარტამდე. მაშასე ვნახოთ თქვენი სიგნიფიკატორი კარტი, რათა დარწმუნდეთ, რომ ეს ვიდეო სწორად გახსენით და სწორად შეგხვდათ. თქვენი სიგნიფიკატორი ამ მომენტში არის ის, რომ თქვენ ან განათლებას იღებთ, ან სწავლის პროცესი გაქვთ, ან ისეთი სიტუაცია თქვენს გარშემო, როდესაც თქვენ ხართ რაღაც სანიმუშო, თქვენ ხართ პროფესიონალი, თქვენ სხვებისთვის ხართ მაგალითი რაღაც საკითხში, ასევე ოჯახურ თემებში, ოჯახის სიტუაციაში, აქ არის სრული ჰარმონია, სრული ბედნიერება, კმაყოფილება საკუთარი ოჯახით, ოჯახის წევრების მხრიდან მოდის რაღაც დიდი სიხარული და ერთიანობის განცდა. თუ ასეთ ენერგიებში ხართ, თქვენ განაგრძეთ ნახვა. თუ სრულად საპირისპირო ხდება თქვენ ცხოვრებაში, რა თქმა უნდა, ეს ვიდეო არ არის თქვენზე, ასეც ხდება, რადგან ეს არის ზოგადი საჯარო გაშლა და ასკროლეთ. მაშასე ვინც დარჩით და ვინც ამოიცანეთ საკუთარი თავი, თქვენთვის რას მოგიტანთ მზის დაბნელება მარტში. ეს თქვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდი. რატომ? რადგან ამოვიდა 3 უმაღლესი არკანი. სულ 4 არკანი ამოვიღეთ და აქედან 3 არის უმაღლესი არკანი, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი პერიოდი თქვენს ცხოვრებაში, თქვენთვის კონკრეტულად. აქ რა ხდება, ესე იგი, ეს კორიდორი, უბრალოდ უკაცრავად დერეფანი, კორიდორი არ არის ქართული სიტყვა, ჯობია დერეფანი, მე მგონი და თუ ზუსტი შესატყვისი იცით ქართული, აუცილებლად დამეწერეთ კომენტარებში. ეს დერეფანი დაბნელებების თქვენ მოგიტანთ საკუთარი პერსონის, ასე ვთქვათ, ცოტა ეგოცენტრულად წარმოჩენას, ოღონდ კარგი გაგებით თქვენ იცით როგორ, აი კმაყოფილი იქნებით საკუთარი თავით, საკუთარი გადაწყვეტილებებით, მოულოდნელი თქვენი ექსცენტრეულობით. თქვენ ცხოვრებაში შემოდის მოვლენები, რომლებიც თქვენ გაგახალისებთ. ეს არის სახალისო მომენტები. შესაძლებელია ეს იყოს რაღაც თავგადასავლების სახით დაუშვათ, ეს შესაძლებელია მოულოდნელად სადმე დაგჭირდეთ წასვლა და ეს იქნება თქვენთვის ძალიან სასიამოვნო და ძალიან ესეთი, როგორ ვთქვა, მხიარული პერიოდის დასაწყისი. აი ამას მოგიტანთ, ეს ყველაფერი თქვენ შეგმატებთ საკუთარი თავის რწმენას, კიდევ უფრო მეტად, ვიდრე გაქვთ დღეს და თქვენ ირწმუნებთ საკუთარი თავის ძალას, თქვენი უნარების წყალობით. ნათლად დაინახავთ თქვენს უნარებს. რა თქმა უნდა, ეს პერიოდი რო გაივლის, ეს დაბნელებების პერიოდი, აი შემდეგ თანდათანობით, თქვენ თანდათანობით ნაბიჯ მიხვდებით, რომ მხოლოდ თქვენ ხართ თქვენი ცხოვრების მთავარი ადამიანი, ასე ვთქვათ. თქვენ აშენებთ თქვენს მომავალს და თქვენ, ასე ვთქვათ, თუ უთვლიდით თავს მსხვერპლად რაღაც სიტუაციებში, ადრე, ან შესაძლებელია ახლაც, ესეც იმიტომ ხდებოდა ეს პოზიცია, ასე ვთქვათ, რომ მომავალში
თქვენ უფრო გაძლიერებულიყავით, თქვენი ასე ვთქვათ, უნარები უფრო მეტად დაგეხვეწათ და ბალანსი ასე ვთქვათ, მოგეპოვებინათ ცხოვრებაში. კარგი, ძალიან ფილოსოფიურად ვსაუბრობ, მე მგონი, ცოტა უფრო ისე მინდა გასაგებად, რომ თქვა, უფრო კონკრეტულად ნახოთ, რას მოგიტანთ ეს პერიოდი თქვენ. სიყვარულს მოგიტანთ ძვირფასებო, ურთიერთგაგებას, შეთანხმებას, რაიმე პასუხს თუ ელოდებით, რომ რა პასუხი იქნება, როგორ იქნება, როგორ განვითარდება მოვლენები, განვითარდება სათქვენოდ, პასუხი იქნება დადებითი სათქვენო. კიდევ რას მოგიტანთ? სულ ორიანებია ძვირფასებო. აქ დიდი დოზით, ესე იგი ამოდის რა, რომ რაღაც თქვენ შესაძლებელია გახართ არჩევანის წინაშე, ან თუ არ გახართ დადგებით, აუცილებლად არჩევანის წინაშე და ეს არჩევანი ეხება რას? რას ეხება ეს არჩევანი? აი, სამი არკანი ამოვიღე, სამივე ორიანებია წარმოდგენილია ძვირფასებო. მოგეხსენებათ, რომ რა თქმა უნდა ამ თხვები არ არსებობს. ანუ თქვენ ამ მომენტში ჩაღრმავებული ხართ საკუთარ თავში, რათა გაიგოთ პასუხი ამ არჩევანზე. თქვენ რა გსურთ, ან თქვენ რა გაწყობთ, უფრო მეტად აი ასეთი რაღაცა. რა არის თქვენთვის უფრო ხელსაყრელი? ნუ ამ არკანების მიხედვით მე ვთვლი, რომ თქვენ გააკეთებთ სწორ არჩევანს, თუმცა ვნახოთ, თქვენ ვინც მართლა რაღაცაზე ფიქრობთ, რომ აი რა ჯობია, როგორ ჯობია, რა გავაკეთო, ან შესაძლებელია ორ პროფესიას შორის, ან უკვე თუ სადმე მუშაობთ, აი დამატებით რაღაც რომ დავიმატოთ დამატებითი შემოსავლებისთვის, გაამართლებს თუ არა, ან შესაძლებელია პარტნიორსაც ეხებოდეთ დაუშვათ ორ ადამიანს შორის არჩევანზე მერყეობდეთ თქვენ შესაძლებელია. ნახოთ რა არჩევანის წინაშეც არ უნდა იდგეთ, როგორ განვითარდება შემდგომ მოვლენები. ეს არის საბედისწერო არჩევანი ძვირფასებო, საბედისწერო, ანუ რასაც აირჩევთ თქვენ ესე იგი, თქვენ რასაც აირჩევთ, ეს იქნება შანსი თქვენ ცხოვრებაში, რომ დაიწყოთ ახალი ეტაპი ცხოვრებაში, უფრო სასიამოვნო ეტაპი, უფრო სტაბილური და მყარი ეტაპი. თუ ეს ეხება ფინანსებს, დარწმუნებული იყავით, რომ ფინანსები შემოგევათ იმაზე მეტი, ვიდრე გაქვთ ახლა, და თუ ეს ეხება პარტნიორის არჩევას, თქვენთვის აი არ გავახმოვანებ ახლა და არც გაჩვენებთ რა არკანებია დანარჩენები, რაც არ უნდა ასე ვთქვათ, რთული და მძიმე იყოს ამ არჩევანის გაკეთება, თქვენ რა არჩევანსაც გააკეთებთ, ის იქნება თქვენთვის უფრო ხელსაყრელი არჩევანი, მომავალში უფრო მეტი ემოცია იქნება, უფრო მეტი სიყვარული და უფრო მეტი სტაბილურობა. ანუ ეს არის თქვენი შანსი და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ გააკეთებთ სწორ არჩევანს. რატომ? იმიტომ რომ აქ ჩანს, რომ უდიდესი გამოცდილება გაქვთ მიღებული ცხოვრებისგან, გაკვეთილები, აქ არის რაღაც წარსულში მსგავსი სიტუაციები, შეიძლება ადრე თქვენ სხვა არჩევანი გააკეთეთ და სწორედ ახლა ფიქრობთ, რომ აი დაუსვათ წერტილი იმას, რაც არის თქვენთვის, აი რაც ადამიანურ რესურსს გართმევთ, რაც თითქოს ძალას გაკარგვინებთ და აი ძალიან გხლით. აი ასეთი სიტუაცია რაც არის, ან ასეთი ადამიანი თუ არის თქვენ ცხოვრებაში, თქვენ ფიქრობთ, რომ ამას დაუსვათ წერტილი. ან შესაძლებელია, ზოგთან ეს ტრანსფორმაციაც იყოს, მაგრამ ძალიან ცოტა პროცენტთან, იმიტომ რომ ასეთ ტრანსფორმაციას იშვიათად გადის ადამიანი, უნდა იყოს ძალიან ძლიერი ნებისყოფის, რომ გადაალახოს, ასე ვთქვათ, ეს ძველი პროგრამები და გადაწეროს, ასე ვთქვათ. კარგით. კიდევ ნახოთ, რას მოგიტანთ ეს პერიოდი და ამაზე დავასრულოთ. დიახ, ძვირფასებო, მოგიტანთ, ესე იგი, რა ამ მომენტში, რაც არ უნდა რთული გეჩვენებოდეთ და რაღაც წარმოუდგენელი და ძნელი, ეს თქვენ მოგიტანთ სიხარულს, არ შეხედეთ? ეს არის სიხარული, სამსახურშიც, სახლშიც, ყველგან. ეს არის იმპერატრიცა, ეს არის ფინანსები, შესაძლებელია მოულოდნელად ფინანსები, ან დაწინაურება, ან პრემია, ან ასე შემდეგ. და ეს არის ასევე სიყვარული, ძვირფასებო, გისურვებთ წარმატებებს, ბედნიერებას,
შევხვდებით მომდევნო ვიდეოებში. პირად კონსულტაციაზე